მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ფედერალისტების პოდკასტს. ეს არის ერთგვარი საპილოტე ეპიზოდი. რეგულარულობით მიმდინარე კვირაში ან შემდეგ კვირებში ჩავუშვებთ და დავაანონსებთ, რა დღეებში გვექნება. დღეს უბრალოდ რიგგარეშე პოდკასტი გვაქვს, იმიტომ რომ მნიშვნელოვან თემას მიმოვიხილავთ. ეს არის ნარკოპოლიტიკა. 2 დღის წინ ფედერალისტებს ჰქონდა ახალი ნარკოპოლიტიკის ხედვის პრეზენტაცია. ხედვა წარადგინა ძალიან ცნობილმა ნარკოლოგმა ექიმმა პროფესორმა ზურა სიხარულიძემ. დღეს ვისაუბრებ პრინციპში ამ მაგიდის გარშემო ვინც ხედვართ დანარჩენ გუნდთან ერთად ყველა მონაწილეობდით ამ ხედვის ფორმირებაში. ეს იყო ერთგვარი კომპრომისი განსხვავებულ პოზიციებს შორის. შესაბამისად ამ განსხვავებულ პოზიციებსაც მიმოვიხილავთ დღეს. უბრალოდ თავიდან მინდა მაინც იმით დავიწყო, რამ გადაგაწყვეტინათ თქვენ პირადად, ანუ ვითარების აღწერით რო დავიწყოთ, რამ გადაგაწყვეტინათ, რომ პოლიტიკაში წასვლის გარეშე ამ პრობლემას ვერ მოაგვარებდით და რამდენად მყისიერია დღეს ნარკოდამოკიდებულების გამოწვევა ჩვენს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მძიმეა პრობლემა, ვიდრე ვინმე ამას აღიქვამს. იმიტომ რომ იმ რაოდენობა ნარკოტიკი, ეხლა მე ამას ვამბობ, ყოველთვის ვიზახავდი რომ მძიმეა დაუშვათ და ხანდახან არ ვეთანხმებოდი დაუშვათ ამერიკის დეპარტამენტის მონაცემებს და ვამბობდი რომ ცოტა მომატებულია, მაგრამ ეხლა რასაც უყურებ, ანუ იმ რაოდენობა ნარკოტიკის რაც ამოიღეს მე არ ვამბობ ტრანზიტით რამც გაიარა. ანუ ვთვლი რომ სიტუაცია იმაზე ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე მეც კი წარმომედგინა რა. და ყველაზე დიდი გამოწვევა რაც აქ ამ ქვეყანას და ეს 90-იანი წლებიდან ეს გამოწვევა არის, ეს არის ინიექციური მოხმარება, რაც არის ყველაზე რთული და გადაულახავი პრობლემა, იმიტომ რომ აი ყველას ჟარგონს გამოვიყვენებ, თუ არ გაიჩხირა, მოკლედ მისთვის ეს კაიფი არ არის. სულ რო წყალი გაიჩხიროს, მაინც უნდა გაიჩხიროს და ეს არის ყველაზე ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, რომელსაც აი ვერანაირად ვერ მოვერიეთ და იმიტომ რომ თვითონ ეს ნარკოპოლიტიკა ამდენი წლების მანძილზე იყო იმდენად რეპრესიული და იმდენად ძიმე ყოველთვის, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა საკანონმდებლო დონეზე. ანუ საკანონმდებლო დონე რო ყოფილიყო ისეთი, რომ შესაძლებელი ყოფილიყო, რომ მომხმარებელი ან დამოკიდებული ადამიანი ბევრად უფრო მეტად სინათლეზე ყოფილიყო და არა სიბნელეში, როგორც დღეს არიან, ხო? ეს პრობლემა უფრო მყისიერად გადაწყდებოდა. რატო წავედი პოლიტიკაში და იმიტომ რომ მომბეზდა ვიღაცებისთვის რჩევების მიცემა რა. იმიტომ რომ ამ რჩევებს არავინ არ ითვალისწინებს სამწუხაროდ, ექსპერტი გეძახიან, გალაპარაკებენ, გამუშავებენ და მე გადაგახევენ თავზე და ამიტომ მე გადავწყვიტე, ამიტომ რომ რაღაცა და დიდი იმედი მაქვს და ან დარწმუნებული ვარ, რომ ეს პარტია აუცილებლად რაღაც გარკვეულ ბერკეტებს მოიპოვებს. როგორც საპარლამენტო, ასე სამთავრობო და ამ პრობლემის გადაწყვეტა უფრო ადვილი იქნება, როცა შენ გაქვს რაღაცა, ასე ვთქვათ, ბერკეტი ხელში და პოლიტიკური ნება. და პლუს გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ამ პარტიას აქვს უნარი, ანუ ფედერალისტებს აქვს უნარი, რომ სხვა პარტიების შორის იყოს მედიატორი, გარკვეული, ასე ვთქვათ და გარკვეულ თემებში არა მარტო ნარკოპოლიტიკაში, იმიტომ რომ მე ზოგადად რასაც ვისმენ ახლა ამ ბოლო დროს თვითონ ფედერალისტების ხედვას ჯანდაცვაში, სოციალურ სფეროში და ასე შემდეგ, იყოს ინიციატორი ბევრი ძალიან საინტერესო და ქმედით უნარიანი რეფორმის, რომელსაც ბევრი პარტია, რომელიც მოვა ხელისუფლებაში, უნდა დაეთანხმოს. დამატებით კითხვას დავსვამ, რომ არსებობდა სხვა პარტიებიც, ხო? და შემდგომ უკვე გადავიდეთ იმ წინააღმდეგობებზე, რომელიც არსებობდა თვითონ ამ რეფორმის შემუშავების პროცესში. არსებობს გირჩი, რომელიც ძალიან ბევრი წელია უკვე რაღაცა სრული ლეგალიზების გზას, უბრალოდ სრული ლეგალიზების ერთი დოკუმენტი მანახი გირჩის დაწერილი. და გეტყვი რომ ესეა. მე ახლა შეიძლება ვიძახო რომ ლეგალური იყოს. ერთი დოკუმენტი დამანახეთ. გირჩის დაწერილი მხოლოდ ერთი კანონ პროექტის ინიციატივა მანახოს ვინმე.
ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და მე ვიტყვი რომ კი ბატონო გირჩი ლაპარაკი შეიძლება ძალიან ბევრი და ძალიან ბევრ თემაზე და ძალიან ბევრი იდეა გამოთქვა, მაგრამ ამას მექანიზმი ჭირდება, ამას ჭირდება განხორციელების მექანიზმი და ამას ჭირდება რეალისტური ხედვა სიტუაციის, სადაც ცხოვრობ. არარეალისტურად ჩვენ არა ვართ ვანკუვერი, ჩვენ არა ვართ ფლორიდა და არა ვართ მიუხედავად იმისა და ვერ მივალთ იქამდე, რომ ეს გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჯერთი არც გჭირდება ამის გაკეთება, იმიტომ რომ ის ტიპის მოხმარება, რომელიც დღეს არის კანადაში და კანადამ მაგალითად დეკრიმინალიზაცია მოახდინა ჰეროინის რაღაცა მინიმალური დოზის და დაუშვათ თუმცა ჯერ კიდე კაცმა არ იცის შედეგები რა იქნება 1 წლის მერე თუმცა არც ერთმა სხვა სახელმწიფომ მძიმე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ჯერჯერობით ესე ღიად არ გამო ერთადერთი კანადაა რომელმაც ეს გააკეთა და ამიტომ ლაპარაკი იმაზე რომ ყველა ნარკოტიკის ლეგალიზება მოხდეს ერთი მომენტით და ამითი ჩვენ რაღაცა არ ამგონია სწორი იმიტომ რომ უნდა გაითვალისწინოს სიტუაცია, სადაც ცხოვრობ, იმიტომ რომ როცა შენი ქვეყანა ამდენად დაზიანებულია და ამდენი მომხმარებელი ყავს, რომელიც რეალურად აბსოლუტურად მიღმა არის სახელმწიფოსი და თავის ცხოვრებით ცხოვრობს და სანამ შენ რაღაცა სტაბილიზაციას არ მოახდენ, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუმცა არის მაგის მექანიზმიც, რაც არის, რაც გააკეთა შვეიცარიამ, რაც გააკეთა გერმანიამ, მაგალითად ჰეროინული პროგრამები იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ მოერგო მეტადონს, ბუპრენორფინს და ასე შემდეგ და მაინც ჭერა უნდოდა, ხო? ანუ ეს გააკეთა გერმანიამ, ოღონდ იქაც ძალიან შეზღუდულია ეხლა და ძალიან უკიდურეს შემთხვევაში შეყავთ ჰეროინულ პროგრამაში, როცა ხდებიან რომ უბრალოდ ამ ადამიანს კარგავენ. და პოპულისტური განცხადებები იმდენი შემიძლია გავაკეთო და ძალიან ბევრი რომ მაგრამ თუ მე არ ვთქვი ის რაც რეალურად შეიძლება მართლა გაკეთდეს დღეს სახელმწიფოში მაშინ აზრი არ ექნება მაშინ ნუ ზღაპრებს და მიუხაუზენები ვიქნებით და ვიძახოთ რამდენიც გვინდა რომ ეს გავაკეთოთ აზრი არა აქვს იმიტომ რომ ვერ გააკეთებ იმიტომ რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობა გექნება როგორც საზოგადოებიდან ასევე იმ პოლიტიკური პარტიებიდან რომლებიც არიან ამიტომ ცოტა რეალისტურად უნდა ვილაპარაკოთ და მანახოს გირჩმა მისი დაწერილი დოკუმენტი ერთი მაინც მე არ ვლაპარაკობ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებებზე, სადაც სარჩელები იყო, ეს არ არის დოკუმენტები, ის იყო სარჩელი გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით და არ იყო პოლიტიკის შეცვლა. ამასთან დაკავშირებით რა. მინდა რომ სანამ უშუალოდ რეფორმის განხილვაზე გადავალთ, რამდენიმე ციფრი ვთქვათ, ხო? ესე იგი, დღეს ყავს დაახლოებით ბოლო მონაცემებით 55,000-მდე ან მეტი ინიექციური ნარკოტიკების მომხმარებელი. აგრეთვე როგორც წესი არ ხდება ხოლმე იმ მეთოდოლოგიით, რა მეთოდოლოგიასაც ხვდებით ევროკავშირის ქვეყნებში, შესაბამისად დიდი ალბათობით უფრო მაღალია ეს ციფრი. სიკვდილიანობა გვაქვს დაახლოებით 2%-ზე მაღალი, რაც არა, მაგას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ არ გვაქვს რეალურად არც ერთი მონაცემი. ანუ რეალურად ხო, ანუ იმ მონაცემებით რაც გვაქვს 2%-ზე ხო, 2%-ზე. და ეს ნიშნავს, რომ ევროპის საშუალო აღემატება, რა ვიცი, თითქმის 10 ჯერ. და ყველაზე ცუდ ევროპის ქვეყნის მაჩვენებელს აღემატება 2 ჯერ და მეტჯერ კიდე ვინაიდან მართალია ვალიდური ციფრები მაინც არ გვაქვს. გიგა შენთან რო განმოვიდეთ, პირველი ეს რო გითხრა, კიდევ ერთხელ ჩვენ შევეხებით იმ განსხვავებების პოზიციების, რაც ამ რეფორმის შემუშავების დროს გამოჩნდა და რა პოზიციებს შორის კომპრომისის შედეგიც არის ეს რეფორმა. მაგრამ შენთვის რა არის არსებითი სიახლე ამ რეფორმაში? რადგან მგონია რომ მნიშვნელოვანია ეს დოკუმენტი და რა სიახლეს მოიტანს იმ შემთხვევაში თუ ფედერალისტები მოიპოვებთ პოლიტიკურ მანდატს იმისთვის რომ ეს ხედვა განვახორციელოთ. მადლობა ჯერთი უნდა ვისარგებლო შემთხვევით და გავმეორდე რაც თქვი რომ ამ გუნდის წევრი ვარ და პოლიტიკური გუნდისთვის ყოველთვის სასიხარულოა როცა აქტიური მოქალაქე უერთდება და განსაკუთრებით სასიხარულოა როცა ეს მოქალაქე თავის სფეროში ესეთ გამორჩეული ავტორიტეტია როგორც ბატონი ზურა არის და ამისთვის მადლობა მას ძალიან მოხარული ვარ როგორც ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ოღონდ ეს კითხვა უკავშირდება იმას რომ რა სამწუხარო რეალობა გვაქვს რის გამოც ბატონი ზურას სახელი იცის საზოგადოებამ და ვიცით ჩვენ ყველამ ანუ კრიტიკულად მძიმე ვითარება ამ სფეროში რაც შენ უკვე აღწერე მე თან იმ გუნდს წარმოვადგენ რომელსაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ჰქონდა შესაძლებლობა
გადაედგა ნაბიჯები ამ მიმართულებით და ის ნაბიჯები როგორც მაშინ გადაიდგა ზოგადად კრიმინალთან და ძალადობასთან ძოლის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით ჩემი მიკერძებული აზრით არსებითად კრიმინალის ნაწილში იყო წარმატებული მაგრამ თუ სადმე შეიძლება ობიექტურად და ყოველგვარი ხელოვნური თვითკრიტიკის გარეშე გადაავლებ თვალს ამ განვლილ გზას თქვა რომ აქ აშკარად იყო პრობლემა ჩვენ ვიცით რომ ზოგადად იყო პრობლემა რომ ამ ლეგიტიმურ ბრძოლას იმ პირობებში როცა დამოუკიდებელი სასამართლო არ შექმნილა მოყვა რეალური პრობლემები პენტენციალურ დაწესებულებაში კონტროლობის გამო მათ შორის და არაანგარიშვალდებულების საკუთარ თავზე ვიძახი ვინმე ასე სხვისკენ არ ეგონოს ვინმეს რომ ვიშოთ ხელს და თან ამას მოყვა ის რომ ეს საკითხები იქნა გამოყენებული საზოგადოების შიგნით მათ შორის ზოგადად ამ რეფორმის მოწინააღმდეგე ძალების მიერ ძალიან ეფექტურად ანუ ამ ლეგიტიმური პრობლემებს იყენებ ზოგადად ყველაფრის წინააღმდეგ და ეს დამატებითი არგუმენტია იმისი რატო არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ამ გააზრება და ასეთი ადამიანის შემოერთება რატო იყო განსაკუთრებით სასარგებლო ჩემთვის ამ დისკუსიისთვის რომ ვიპოვოთ ის ბალანსი რაც აუცილებელია ამ პრობლემის გადასაჭრელად ანუ მდგომარეობა მძიმეა ჩემი გამოცდილება როცა ქმედით ხელისუფლება გვყავდა რომელსაც ლეგიტიმური ამოცანა ჰქონდა ამ საკითხში არის მინიმუმ პრობლემატური, იმიტომ კიდევ ხოლმე მე ვიცი, რომ ჩვენ მქონდა ეს მონაცემები, რომ რაოდენობა თითქოს შემცირდა და ალბათ შემცირდა კიდევაც, იმიტომ რომ რაოდენობა ნარკოტიკების მომხმარებლების, ძიმე ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების ხელმისაწვდომობა. და ეს ამას მე ვეძახი, რომ ეგ ცუდია თავისთავად პირიქით, მაგრამ ის როცა ამ ტიპის რეპრესიულ ხას რეპრესიულ ქმედებას მოყვა ამ პრობლემის მქონე უზრმაზე რაოდენობა ადამიანების პენტენციურ სისტემაში მოხვედრა თან ავტომატურად და მძიმე სასჯელებით ნიშნავდა ამ ორ პრობლემას ხო რომ ამ სამყაროში გადასროლა ამ ადამიანების და საზოგადოების შიგნით სერიოზული და ნაწილობრივ ლეგიტიმური უკმაყოფილება რომელსაც თლიანად თელ რეფორმებს შეუქმნა საფრთხე ბატონო ზურამა ეხლა აქ ისაუბრა და ჩვენც ბევრი ვისაუბრეთ ანუ რა არის გასაკეთებელი იმისთვის რომ ადამიანები ვინც არიან დამოკიდებული უკვე ნარკოტიკებისთან ეს სერიოზული პრობლემა აქვს მათთან მიმართებაში რისი გაკეთება შეიძლება და რა არის საჭირო სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის მინდა ხოლმე წინ წამოვწიო და ამაზე გქონდა კიდევაც დისკუსია და ეს მნიშვნელოვანი ამბავი არის ჩემი აზრით როგორ ვაკეთებთ იმას თავარი ამოცანა რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს მაგამდე იმიტომ რომ ამოცანა ის არ შეიძლება იყოს რომ მაგამდე გულისხმობ დამოკიდებული გახდეს ხო იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყველა ჯანმრთელ საზოგადოებას აქვს მორალური ვალდებულება და სამართლებრივიც ხშირ შემთხვევაში რომ ადამიანს რომელსაც სერიოზული პრობლემა აქვს მაქსიმალურად დაეხმაროს ისი შენს წარი მათ შორის პრაგმატულად იმისთვის რომ ის მერე არ იქცეს პრობლემაც საზოგადოებისთვის და საფრთხე ხშირ შემთხვევაში რაც ასეა მაგრამ თავარი ამოცანაა რომ ეს რაოდენობა შემცირდეს ხო ანუ გააკეთო ყველაფერი ამისთვის და ამიტომ რომ ხახსენე გირჩი რომელსაც ეს დროშა ქონდა და მე ბატონზურას ვეთანხმები ესეც ერთი სიმპტომატური ამბავია რომ რაიმე სახის თუნდაც გასაკრიტიკებელი ვიღაც თვალსაზრისით არაკომპიუტერი მაგრამ ხედვა რაღაც ხო წერა იმიტომ არის ცივილიზაციის ნაწილი ხო ლაპარაკი მნიშვნელოვანი არის გაცვლა აზრების ოღონდ მე რაღაცა ჩარჩო უნდა მიცე ხო ამ შენ ხედვას გარდა უბრალო ლოზუნგების ხო და მეც არ მინახია ეს მე მქონია მათთან დისკუსია და იქაც ძირითადად ვისმენდი მხოლოდ სატეგრძელოებს და არანაირ ბალანს და ხო ჩემი კამათი მათთან იყო ბატონზურასთან ბევრად მეტი მაქვს საერთო ვიდრე რამე საკამათო და ამიტომ ვართ ერთ გუნდში ახლა უკვე რისიც კიდევ ერთხელ ხას უსვამ მოხარული ვარ მაგრამ ხო ეს საკითხი არსებობს ხო მე ვთვლი რომ და გზავნილის თვალსაზრისითაც თქმა იმისი რომ შემაკავებელი ეფექტი გარდაუვლად საჭირო რამე არის და არა მარტო საქართველოში, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით. ხო? და ის გამოცდილებები, სადაც სწორი ამოცანის და ჰუმანური თვალსაზრისით და ადამიანურად სწორი თვალსაზრისით ითქვა, რომ ეს მოხსნათ და სხვა რაღაც გავაკეთოთ, მინიმუმ წინააღმდეგობრივია თავისუფალ ქვეყნებში. იქაც ამაზე მქონა საუბარი, ხო? კანადის მაგალითად მოიყვანა. გულისხმობთ, რომ სასჯელი მოხსნათ საერთოდ? ხო, ანუ რომ ადამიანებს არ ქონდეთ განცდა, რომ პრობლემა ამას შესვლა, ანუ სახელმწიფოსთან მიმართებაში. იმიტომ რომ ჩვენ მე ბატონზურას იქ ძალიან გზავნილი ქონდა, რაც ხშირად ავიწყებთ ადამიანებს, სახელმწიფოს როლი და აქედან გამომდინარე პოლიტიკური პარტიების, რომლებიც ხელისუფლებას აყალიბებენ, დიდია. ოღონდ არის ბევრი რამე, სადაც საზოგადოება, ოჯახი, ეკლესია, ის ვინც ავტორიტეტის საზოგადოებაში არის, ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ რომ ამ თვალსაზრისით ეს ადამიანები იმ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. მაგრამ ისევე როგორც ნებისმიერ სხვა
იმ ტიპის ქმედებებში, რომელიც საზოგადოების მხრიდან შეფასებულია როგორც პრობლემური, დანაშაული ან პრობლემური, შემაკავებელი ეფექტი, რომ პრობლემა გექნება. თუ ამ გზას ადგები, მარტო საკუთარ თემთან კი არა, ხელისუფლებასთან პრობლემა გექნება. და ასევე იმ ნაბიჯების გადგმა, რომელიც ჩვენ ხედვაში არის და ეს არ არის უბრალოდ იმისთვის, რომ გავრცელებასთან მიმართებაში სერიოზულად გართულება ხელმისაწვდომობის. იმისთვის მე აქ არის გულისხმობა ის, ვინცაც უნდა დავეხმაროთ. ხო, იმიტომ რომ ეგ უკვე არის სერიოზული მდგომარეობა ადამიანის და ეგ ცალკე ამბავია. ჩვენ გვინდა რომ მაგ მდგომარეობამდე არ მივიდეს და მე კრიტიკაც მოვისმინე ზოგიერთებისგან ზედაპირული, რომ ზრუნვა, მაგრამ ჩვენ თავარია რომ არ გახდესო. ხო, ზედაპირული იყო, მესმეს რაც იძახიან და ხო, მაგიტო არის ის ხედვა, ვინც ნახავს. რამდენად შეიძლება ჩაეტიოს ამ კომპაქტურ ფორმატში, ამ ბალანსის მატარებელი. მაგრამ მე რაც გავითვალისწინე ჩემ გამოსწორებით არის, რომ გამოცდილებიდან არის, რომ მინიმუმ დისტანცია სასჯელს შორის და ცდელობას შორის, რომ ეს ადამიანი არ გახდეს დამოკიდებული, არ უნდა იყოს მოკლე. იმიტომ რომ ის შედეგები რაც ვნახე ამ პრობლემის მატარებელი იყო, იმიტომ რომ შანსი იმის რომ ადამიანი რომელიც მაგალითად დააკავეს ძიმე ნარკოტიკების მოხმარებაზე ხას უსვავ, ხო? პირადი. და თუ ეგრევე ციხე შეხება, ან მალევე ციხე შეხება, ალბათობა რომ ეს ადამიანი იმ სამყაროში დარჩება არის მაღალი. ეგ არ ნიშნავს რომ ამ ლოზუნგით როგორც ხშირად მემარცხენე პროპაგანდისტები ამბობენ, მოხსნათ ეს ყველაფერი და დავეხმაროთ, ეგ არის მეორე უკიდურესობა, რომელიც როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა ხსნის გზას მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომობის და კიდევ უფრო დამძიმებისთვის, ანუ შემაკავებელ ეფექტს ჩვენი ხედვა ინარჩუნებს, მაგრამ აკეთებს დისტანციას, ხო ეს დისტანციას ისეთ კი არ არის, რომ კარგია ეს ყველაფერი და კი არ ანუ კანონი გზღუდავს ამ თვალსაზრისით, ოღონდ გაძლევს შანსს ამ გზაზე, რომ ციხეში არ მოხვდე, თუ ექვემდებარება და თუ აღარ აგრძელებს სვლას იმისკენ, რომ დამოკიდებული გახდე და მე შესანახი სხვისი. ხო, ეს არის. ჩვენ ეს ნანახი ვაქვს ბევრჯერ. იმ მომენტში გადაიხრება და ივანიშვილის რეჟიმი ამის ყველაზე უფრო ცუდი /კარგი მაგალითია, ხო, იტო დაჭერებისთვის ხალხი არ უნდა დაიჭიროთ, არ შეიძლება მოხმარებისთვის ხალხის დაჭერა ეს დროშად ქონათ, როცა ამხელდნენ წინ ჩვენ რეჟიმს და იქ რა თქმა უნდა ივიწყებდნენ კონტექსტს, რო კრიმინალთან დაკავშირებული იყო. და არც აღელობდათ შედეგები პირიქით ამ სუბკულტურის წამახალისებლები იყვნენ მაგ გაგების. ყველა თვალსაზრისით სამარცხვინო ამაზენი ფორმით. მე რაღაც ვითარებაში ჩათვალეს, რომ უკმაყოფილება გაჩნდა ხალხში და ეხლა ვხედავთ ანტიკონსტიტუციური მეთოდებით კამპანიურ ამ ამბავს და პირიქით ამბავს, რომ ჩვენ აი ამათ ესენი არიან ეს რაღაცა და ეს მიაბეს ეხლა ამ დასავლურ არჩევანს ეს მავნებლები, რომ აი ეს არის თითქოს რომ ვისაც უნდა თავისუფალ სამყაროში ყოფნა, ეგ არის ნარკოტიკები, ეგ არის გარყვნილება, ეს ყველაფერი და ეხლა ასე იქცევიან, იმიტომ რომ იმ წამს უნდათ რაღაც გაუგურონ. ჩვენ ვაპირებთ რომ წავიდეთ იმ გზით, როგორც უნდა იქცეოდეს ჩემი აზრით პასუხისმგებელი ნებისმიერი პოლიტიკური ძალა. სანამ ჩვენ ხედვაზე გადავიდოდეთ, ხო, მანამდე მინდა რომ ერთგვარად დებატების კონტექსტის შემძინოთ ამ ყველაფერს, რომ განსხვავებული ძალით ვერ ვიზაოთ, მაგრამ რაღაცებზე საინტერესოა. მე მინდა რაღაცა კითხვა დავაყო. კი, ერთადერთი ხო ხელისუფლების არგუმენტსაც რომ მეტნაკლებად პასუხი გავცეთ, ხო, დასავლური სამყარო ამას ნიშნავს, რომ ყველაზე სასაცილო ამბავში ეს არის, რომ სიტყვა ლიბერალიზაციას ხმარობენ, ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას ხმარობენ, რომ ფონემამ ან ჟღერადობამ ადამიანი წაიღოს დასავლური არჩევანისკენ და ამიტომ ამ ბოლო დროს მედია პროპაგანდაში ეს სიტყვა ამუსირებს, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და ის პოლიტიკის რეალობას რომ შევხედოთ, დასავლურ ქვეყნებში გვაქვს გაცილებით ნაკლები სიკვდილიანობა, გვაქვს გაცილებით ნაკლები ზედოზირების შემთხვევები, გვაქვს გაცილებით ნაკლები ინფექციების გავრცელების მაჩვენებელი, ჩვენ ქვეყანაში ამ მხრივ გვაქვს საგანგაშო ვითარება და თუ კი რამეში უნდა მივბაძოთ დასავლურ სამყაროს, ეს სწორედ ის არის, რომ ერთგვარი სტაბილიზაცია მოვახდინოთ ამ ვითარების. მე გეთანხმები, რომ პოპულიზმია ბევრი რაღაცა და შეიძლება საერთოდ არ არის იდეოლოგიასთან დაკავშირებული და გარკვეული ასე ვთქვათ პოპულისტური რაღაცები ფიგურირებს და ვიღაცის განწყობებზე და ძირითადად საქართველოში აი ამას შენ რასაც ამბობ არავინ არ უყურებს. ანუ კვლევა სახელმწიფოს არ ჩაუტარები არასოდეს. ეს ჩაატარა გლობალურმა ფონდმა და ევროპულმა სტრუქტურებმა და ყველა კვლევა რაც კი ამ სფეროში ჩაატარა და არც ერთი სახელმწიფოს მიერ არ იყო დაფინანსებული. ანუ სახელმწიფო კი არ ანუ შენ რო რაღაცას აკეთებ და გინდა რომ რაღაცა შეცვალო,
უნდა ჩაატარო კვლევა, სადაც მიიღებ გარკვეულ, ასე ვთქვათ, ტენდენციებს და ციფრებს, რაზე უნდა იმოქმედო, ხო? ანუ არც ერთი ხელისუფლებას არ გაუკეთებია ეს, რომ ცოდნოდათ, რომ აი ცეგეპატიტით ყავს ამდენი და აქედან ინიექციური გაგიგიაოდეს მე არასოდეს. ცეგეპატიტი გვაქვს. ცეგეპატიტი აქვს. ხო, კატასტროფა, უბრალოდ პოპულისტური იყო იმ მომენტში, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი იყო და ამ დროს იყო უკვე გილიარდთან დადებული ეს ხელშეკრულება და უბრალოდ გამოიყენა თავის ასე ვთქვათ deep state-მა მოგვაწოდა მე ეს წამალი. მოღონდ მე ხა შეიძლება თქვან რომ ამ deep state-მა დაღუპა ამ ჩვენი ამდენი ადამიანი რომ ეს რაღაცა წამალი დაალევინეს და კაცმა არ იცის რა თქვან, კაცმა. ხო და ამიტომ შეხედე პოპულიზმზე აგებული არც ერთი მათი გადაწყვეტილება არ იყო განპირობებული იმითი, არც ერთი ხელისუფლების, ვინც იყო დღემდე ჩვენ ქვეყანაში, არ იყო განპირობებული იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რა სიტუაციაც არის ქვეყანაში. ანუ თუ შენ ხედავ, რომ აი, ეხა შენ რომ ამოიღე 450 კილო ნარკოტიკი. შენ ხო უნდა იცოდე რამდენი მომხმარებელი ყავდა კაცო, ან რამდენი ზედოზირება გაქვს, ან რამდენი ფსიქიატრიულში მოხდა, ან რამდენი ემერჯენსში მოხდა ორმაგი დიაგნოზით და ასე შემდეგ და ამითი დაგეგმო ხო შენი სტრატეგია. ეხლა რაც შეეხება, რაც გიგამ თქვა, ანუ მიშას დროინდელ ასე ვთქვათ, აი იმ რეფორმაზე, უბრალოდ მინდა ძალიან კურსზე, ხო? რა თქმა უნდა პირველ ნაწილში ძალიან ვეთანხმები, რომ იმ მომენტში კრიმინალური ასე ვთქვათ, აი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა მართლა ძალიან ეფექტური იყო და ყველა მაგას აღნიშნავს დღესაც ნაციც, ქოციც და ის რომ ქუჩაში უსაფრთხო იყო სიარული და ასე შემდეგ და ბავშვის ესე გაშვება არავის არ ეშინოდა. ამ ნაწილში ძალიან ვეთანხმები. მეორე ნაწილი რაც არის, აი იქ იყო ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ამას მიაყოლეს რა თქმა უნდა და ის რაოდენობის შემცირება მომხმარებლების, რაცაც ამბობდნენ რომ შემცირდა, ისინი გახდნენ ციხის სუბკულტურაში, ისინი არსად არ გამქრალან. და იქ გაჩნდა და რაც მოხდა, იმიტომ რომ ნარკოტიკი ციხეში არ იყო და ამ ნარკოტიკის ჩანაცვლება მოხდა სააფთიაქო ნარკომანით, რომელიც მიუშვეს ბოლომდე. და გაჩნდა მეორე შავი ბიზნესი, რომელმაც დაღუპა, ანუ ყველაზე კუსტარული ნარკოტიკები, რომელიც მიუშვეს. ანუ არ იზრუნეს მომხმარებელზე საერთოდ. ანუ კი შეიძლება შეამცირა, აი რაცაც ეხლა ხდება, ზუსტად იგივე შეცდომებია, რასაც მაშინდელი ხელისუფლება აკეთებდა, ანუ ყველა ებრძვის მიწოდებას კონტექსტი განსხვავებულია, რა თქმა უნდა, ამათ ჭირდებოდათ ეს სუბკულტურა ეხლა ქოცებს. ესენი ზდიან იმინაკრიმინალური, ასე ვთქვათ, აბრუნებენ იმას, რაც იყო 90-იან წლებში. ეს ჩაჩეხვაც შეიძლება არ იყო ესეთი სწორე რა. ანუ აი ეს რაღაცა ძალიან ძიმე ჩაჩეხვაც არ იყო ესეთი სწორე და იქაც უნდა მომხდარიყო გარკვეული, ასე ვთქვათ, შერჩევა იმისი, ვინ უნდა დასჯილიყო და ვინ არა და როგორ უნდა დასჯილიყო რა და სად უნდა დასჯილიყო და ეს რო გააკეთეს, აქეთ ვაფშე აღარ მიხედეს არაფერს. ნოლი იყო ბიუჯეტში. 2005 წლამდე სანამ გლობალური ფონდი არ შემოვიდოდა, ნარკოლოგიაზე იყო ნოლი. და მიშას არ აინტერესებდა ეს ამბავი. ვაფშე, თუმცა პოპულისტურად ამბობდა, მე როცა იყო 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და იყო შეხვედრა, იძახოდა რომ აი ყველა პოპულისტურად, ანუ ამ თემას არ უნდა სანამ ჩვენ ამ თემას გამოვიყენებთ პოპულიზმისთვის, ქულების დასაწერად და ასე შემდეგ, ამას არასოდეს არაფერი არ ეშველება რა. და ამიტომ აი მე გიგასთან მაკითხვა, რომ რატო არ იყო პრიორიტეტი ის რომ ეს ადამიანები, რომლებიც აი ხელმისაწვდომი, რაც ეხლა ხდება, ზუსტად იგივე, როცა შეწყდა ხელმისაწვდომობა ნარკოტიკზე და ძალიან კარგი იყო, რატო არ მიხედეთ ამ ხალხს? რატო არ იყო ამ მიმართულებით საერთოდ არანაირი ნაბიჯი გადადგმული და რა იყო ამის მიზეზი? ხო, მარტივი პასუხი რომ ტერმინ პრიორიტეტი ნიშნავს ბევრ პრობლემას შორის რა არის მთავარი და მთავარ პრობლემებად მაშინ მიიჩნეოდა
არა ისინი, ვინც ნარკოდამოკიდებულია და სადაც იყო, ნაწილობრივ საფუძვლიერებმა ნაწილობრივ საფუძვლო განცდა, რომ ეს კრიმინალური სუბსტრატის ნაწილია, არამედ დანარჩენი საზოგადოება. ხო, დანარჩენი საზოგადოების მოთხოვნები, დენი, წყალი, შუქი, ორგანიზმის დანაშაული, კორუფცია, პენსიები, მტრის ინფილტრაცია, ისევ ანატომიას ხსნი, ისევ არ მინდა ისე გამიგო თქვა, რომ ამიტომ სწორე იყო. მაგრამ ახლა მკითხე, რა იყო კონტექსტი ქვეყანაში მაშინ? არა, ვიცი. ხო, ანუ პრიორიტეტი რა არის, რომ აი გაქვს 100 პრობლემა და ამ 100-დან იძახი, რომ აიცი რა, ეს 5, იმიტომ პრიორიტეტი არ შეიძლება იყოს 40. ეგ ნიშნავს, რომ პრიორიტეტი არ არის, ხო? 5-იც ბევრია. აი ამაზე ვხარჯავ მთელ რესურსს, საკმაოდ შეზღუდულ რესურსს. ჰუმანური ადამიანური თვალსაზრისით საკუთარ თავს ვაკრიტიკებ ახლა იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც იყო. ეს არ ამართებს, ეს შეცდომა, რომ რაზეც ახლა ლაპარაკია, ძვირმე დაგვიჟდა პრაგმატულადაც, ანუ ეს შტაბეშტილია მარტო ნარკომანს კი არა, ზოგადად განცდის შექმნა, საფუძვლიანი განცდა, მთავრობა ისეთი ძლიერი და ქმედითი არის და დაუბალანსებელი, რომ საფრთხეა შენთვის, ხო? და ეს მერე თავისუფლების მტრებმა და ჩვენი სახელმწიფოების მტრებმა, ვინც დღეს ხელისუფლებაშია გამოიყენეთ, ხო? ამიტომ ამის გათვალისწინება მინდა და ამიტომ ჟელოთ, მაგრამ ერთი რამე დღევანდელობასთანაც კავშირში არის და რადგან შეიძლება სადისკუსია იყოს, არის პარალელებზე როცა ლაპარაკი. ანუ ერთია როცა ნებისმიერ ხელისუფლებას გნებავთ პოპულისტურად ამ სიტყვის სწორი და ძველი გაგებით, აქ ამოცანა რომ რასაც დაპირდა ის უნდა გააკეთოს. ხო, ანუ ვარდების რევოლუციის მოთხოვნა იყო, მთავარი დაკვეთა იყო რა, რომ ქვეყანა დანგრეულია, კრიმინალი და ნარკომანი ეს ითრობოდა, ეს ერთ და იგივე არის. და მექსთამე ეს რა კლანები ერთმანეთში რიგდებიან და ხალხი ჯოჯოხეთშია, ანუ ქუჩაში გესვრიან, დენი არ არის, წყალი არ არის, პენსიას ვერ იღებ, მთავრობისგან თუ რამე გინდა შეხება რო გქონდეს, იქ დაგამცირებენ, არც მოგემსახურებიან, ქრთამს მოგთხოვენ, აი ამას მიხედ დავიბრუნოთ ქვეყანა რო აი რაღაცას დავემსგავსოთ, ხო? ეს იყო დაკვეთა, ისევ ვინმე მე რომ მოგვისმენს სიტყვის რომ ანუ ამართლებსო, იმასაც არასწორი იყო, არა, არ ვამართლებ. ვყვები უბრალოდ სად იყო ვითარებ. ხო და ეგ გამოვიარეთ, ეს საფუძველი ჩავყარეთ. და ეხა ჩვენ ყავს რეჟიმი, რომელიც მოვიდა, რომელსაც რაიმე ლეგიტიმური ამოცანა კი არ აქვს. ერთადერთი ამოცანა აქვს და დაკვეთა რომ უბრალოდ ეს ძალაუფლება მხოლოდ ძალაუფლება შეინარჩუნოს და იმ მომენტში, რასაც ჩათulis, რომ ხელსაყრელად ამის მიხედვით იქცევა, მათ შორისაც აქ ზურამ სწორად თქვა, ერთი ხელით ამ კრიმინალურ სუბკულტურას, ამ რომანტიზებას ერთ-ერთ ყველაზე უფრო დამანგრეველ შხამიან ანტიქართულ ამბავს საბჭოთა მემკვიდრეობის და იმის, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ქონა თვითონ ახალისებდა, რაც კავშირშია ნარკოდამოკიდებულების სუბკულტურასთან სამწუხაროდ, ხო, რომ ეგ არის გაგება და მთავრობა და რაღაცა. ხო, ეს ხო ქონათ, რომ ჩაშვება არის ისა, ხო? ანუ საბჭოთა ამბავი ქონათ, რომ შენი სახელმწიფო თუ არა გაქვს, ხო, ანუ დანაშაულზე არ უნდა ისქნა, ხო? თან მან ის ხდება მე, ხო, ეხა ჩაშვება, რას ხო, ადამიანი თავის მეგობარს რაღაცა დისციპლინურ ამბავზე ვიღაცა თუ ჩაუშვებს ამ გაგებაზე არა, მაგრამ დამნაშავესთან და ბოროტმოქმედთან ყლელობას რო ჩადის და ბავშვი დაწევს, რაც არ უნდა ჩაუშვა. მაგრამ ესენი ამას ნერგავენ ერთი ხელით, მე ამაზე რაღაც უკმაყოფილება დაინახეს ხალხში, იმიტომ რომ ამას შედეგები მოიტანა, ხო? როცა ბრძოლა შეწყდა, მით უმეტეს გავრცელების ნაწილში საფუძვლიანი ეჭვია, რომ გადახლართვას აქვს ადგილი. შეიძლება არა იმ ხარისხითაც იყო 90-იანებში. მაგრამ რაღაცა მინიმუმ არაეფექტური ბრძოლა. ბევრად მეტია. 90-იან წლებში. ბევრად უფრო მეტია და ეხლა და ამიტომ ხალხს უკმაყოფილება გამოიწვია და ეხლა უნდათ რომ ამას რაღაცა პასუხონ და უღონდ ამ მეთოდებით ვერ ეშვებიან. და თან ვერ ეშვები. ერთი ხელით ამასაკა და მეორეთი ჩვეულებრივ რიგი დაუცველ მოქალაქეს აზარალებ და მე რაც შენ თქვი. ხო რომ ბარემ ჩავაცვათ ამას ტანსაცმელი რომ ესეც ნაწილია იმისი თავისუფალი სამყარო როგორი საფრთხე. რომ ეს ყველაფერი იქიდან მოდის და ჩვენ ეროვნულ გზაზე დავდგებით, რაც სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის. ანუ ჩვენ გვჭირდება რომ იქიდან ვისწავლოთ, მათ შორის იმაზე რაც არასწორად ხნეს თუ შეცდომებს, მაგრამ მინიმუმ დავეწიოთ მაინც იმ ნაწილში, რომ მაგ ხარისხის გამოწვევა არ გქონდეს, მინიმუმ მაგას ვიძახი. მაგრამ ისევ გავიქეცი შეიძლება ნაწილობრივ შენ კითხვას, იმიტომ რომ გამოწვევა არის, ჩემთვის რომ საკუთარი განვლილი გზა არის, მაგრამ ხო, ეგ იყო. ანუ ზოგადად მე მგონია რომ გამოთქმა რომ ვიხმარო აუგიას თავლები რომ გაიწმინდა, როცა ვერტიკალი გაიმართა ხელისუფლების და პრინციპიალური გარდატეხა მოხდა ორგანიზებული დანაშაულის და ქუჩის დანაშაულის და ამ გაგების თვალსაზრისით. ეგ იყო ის მომენტუმი მეორე ფაზაში, როცა მეტი გააზრება იყო საჭირო, რის გაკეთება შეიძლება. არა მოხსნა შემაკავებელი ეფექტის, მაგის მომხრე არა ვარ არც ეხლა. მაგრამ ხო, აი ამ გზის აღარ გაგრძელება
ამის 2025 წელს ისეთ ვითარება ყო ქვეყანაში, დღესაც რომ მკითხო რომ შეძლებდა თუ არა ნებისმიერი გუნდი რომ აი ამდენი რაღაც ერთად ეკრა შევაკითხა რომ ვერა იმ ხელგამწვევი. მაგრამ მე მგონია რომ მაგიტო არის რაღაც ეტაპს რომ გაივლი, ხო, მერე უნდა დახედო შედეგებს და იმოქმედო ჩვენ ეგ დავაგვიანეთ მინიმუმ და არ ვიერიაგირეთ. ხო, აი კლუბის კრიმინალურ კულტურასთან დაკავშირებით რაც არის, მეც კი მახსოვს, პატარა რო ვიყავი, ჩემ გარშემო აქტიური დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაულს რო შეესწრო, ითანამშრომლებ თუ არა პოლიციასთან. ეს ხო რაღაცნაირად კითხვა, რომელსაც ყველა ინდივიდმა ცალკე უნდა გასცეს პასუხი და არა საერთო სამოქალაქო კულტურის ნაწილი, რომ რა თქმა უნდა დანაშაულს თუ შეესწრები საზოგადოების წინაშე და იმ ინდივიდის წინაშე, რომელიც დაზარალებულია, პასუხისმგებელი ხარო ითანამშრომლ გამოძიებასთან. ეხლა ყველა ცუდი რამე ხდება, თქვა საბჭოთა იმას არ უდარებაში მთლიანად ანექსირებული ვიყავით და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი რეჟიმი იყო, ხო? მაგრამ გაუცხოება სახელმწიფოსთან, ხელისუფლებასთან ამ რეჟიმის გამო, რომელიც ღალატობს ჩვენ ქვეყანას, ისევ იგივე პრობლემის მომტანი არის, ხო? ანუ დღეს ნდობა თუ ვარდება სახელმწიფო ინსტიტუტების და ამ შემთხვევაში პოლიციის ლეგიტიმურად ხდება ეს გაუცხოება, ეგ პრობლემა ისევ წამოიჭრება, ხო? ოღონდ რა, ქურდული გაგებით არ უნდა მოხდეს ეგ ამბავი, თორე და ამიტომ გჭირდება ხელისუფლების შეცვლა და ამ ნდობის დაბრუნება. კი ბატონო, ეხლა მინდა რომ განმასხვავებელ ბოდიში რო გაწყვეტილდეთ. მე მინდა უბრალოდ დავამატო ერთი რაღაცა, რომ აი რატო შემოიტანეს ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და ასოცირება მოახდინეს, რომ ეს არის ცუდი და სამყაროსთან, მაგრამ არავინ არ აკვირდება, რომ შემოიტანეს მეორე უმძიმესი ტერმინი, რომელიც პირველი პირები აჟღერებდნენ, ეს არის სერვისებზე და ჩანაცვლებით თერაპიაზე თქმა, რომ ეს არის ლეგალური ნარკომანია. ანუ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი რუსული პროპაგანდისტვის და რუსული, ასე ვთქვათ, ნარატივი იმისი, რომ ჩვენ მივდივართ ზუსტად იქ, სადაც ამათ მივყავართ, მოკლედ და წავყვებით თუ არა ეს კიდე მეორე საკითხია და არ უნდა წავყვეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მედივართ იქ, სადაც წავიდა რუსეთი. ხო, ანუ შეხედე აი ამის პარალელურად ადამიანები, როცა ესეთ განსხვავებას ახდენენ იმ მონაპოვართან, რომელმაც მსოფლიო მოიპოვა ჩანაცვლებით თერაპიის სახით და თქვა, რომ დღეს მე სხვა ბევრად ასე ვთქვათ ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის რომ ზიანი შევამცირო და ადამიანებს დახმარება გაუწიო, იმიტომ რომ მე არა მაქვს ამ ხელა რესურსი, რომ ამდენ ადამიანს უმკურნალო, მე ეს მჭირდება ეს რესურსი იმისთვის, რომ გარკვეული პერიოდი ეს ადამიანები ან ერთი დღე ან მთელი ცხოვრება იყვნენ იქ, იმიტომ რომ მე ამ ხელა არც რესურსი მაქვს და არც მონდომება იმ ადამიანების მხრიდან და მეორე მხრივ სავალდებულო მკურნალობა და ლეგალური ნარკომანიის შემოტანა ამ ტერმინებში ეს არის ზუსტად ის, სადაც მივდივართ. ანუ არ არის საჭირო ბევრის ლაპარაკი, რომ ჩვენი კურსი შეიცვალა და ძალიან აი პირდაპირ ესე მივექანებით თბილისი მოსკოვის მატარებლით, რომელიც 2 დღე მიდიოდა. მოსკოვში კარგია რომ 2 დღე მიდიოდა, გვაქვს სადღაც მომენტი რომ ჩამოვხდეთ და არ გავაგრძელოთ. ხო, ან მატარებელი მოვაგრძელოთ. მოდი ვიცი რეალურად რაზე ვლაპარაკობ, ხო, ამ წამს საუბარი არის. კერძო ჩანაცვლებით პროგრამაზე. არა მარტო კერძოზე, ზოგადად ჩანაცვლებით თერაპიის კონცეფციაზე. კონცეფციაზე ლაპარაკი. კერძო იქნება თუ სახელმწიფო მაგას არ აქვს მნიშვნელობა და ნუ გავაკეთებთ მაგაზე აქცენტს. ეხლა კერძო პროგრამების დახურვა ეს კიდე სხვა აბსოლუტურად სხვა თემაა. ეს არის უბრალოდ მათი ბიზნეს და შიდა ინტერესებში მოხვედრილი თემა, რომელსაც პლიკუბში უკაცრავად მოყვა ეს სერვისი, იმიტომ რომ მათი მოწინააღმდეგე შიგნით გუნდში ტიპებს მოუნდათ ამ ფულის კეთება და 1700%-იანი ნამატი ქონდათ მედიკამენტზე. აქ ამაზე ეს აბსოლუტურად თვითონ კონცეფციაზეა ლაპარაკი, რომ ეს ადამიანები ამ კონცეფციების დანგრევით და თქმით, რომ ჩანაცვლებით თერაპია ეს არის ლეგალური ნარკომანია, აი მან და არის ყველაზე მძიმე რა. აი მინდა რომ აუხსნათ მსმენელს, ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ეკويვა ამ ამბავში, რას გულისხმობ ჩანაცვლებითი თერაპია და რატო არის ამის გაუქმება მეტიზიანის კომპანია? ჩანაცვლებითი თერაპია 1960 წელს ამერიკაში ორმა ექიმმა შემოიტანა, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ დეტოქსი არ იძლეოდა შედეგს და 5% იყო სულ დეტოქსის შედეგად
ადამიანების, რომლებიც ანუ ანებებდნენ თავს. დეტოქსი ნიშნავს, რომ აღარ იღებს ანუ აბსტინენციაზე ორიენტირებული, როცა ადამიანი საერთოდ აღარ იღებს ნარკოტიკს. ანუ მკურნალობის შედეგად რა მეთოდებიც არსებობდა და დღესაც არსებობს, შედეგიანობა დამოკიდებულებასთან ბრძოლის არის 5-დან 7%-მდე. და ეს ორი ადამიანმა შემოიტანეს ეს პროგრამა. შეხედე მთელი ნებისმიერი ნარკოტიკი, რომელიც შეიქმნა ზოგადად იყო წინა ნარკოტიკის საწინააღმდეგო. იმიტომ რომ ჩაენაცვლებინა ეს ნარკოტიკი. ჰეროინი შექმნეს, იმიტომ რომ ოპიუმი ჩაენაცვლებინათ. დეზომორფინი შექმნეს, იმიტომ რომ ჰეროინი ჩაენაცვლებინათ. კოკაინი იმიტომ შემოიღეს მედიცინაში, რომ ჰეროინი მოესპოთ. ანუ მსოფლიოს სულ მიდიოდა იმისკენ, იმიტომ რომ არ არსებობს ისეთი პრეპარატი, რომელიც ამას ჩაანაცვლებს. ამიტომ ეს მეტადონი იმიტომ იყო კარგი, რომ არ იწვევს ეიფორიას, 24-დან 48 საათამდე უჭერს ადამიანს, ის ინიექციურად არ მოიხმარება და ასე შემდეგ. აივის გავრცელებასთან ერთად, როცა ის მითი დაინგრა, რომ გეები არ ვრცელებდნენ და მივიდნენ იქამდე, რომ ეს ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებლებია, მაშინ უკვე გახდა უკვე ძალიან გაფართოვდა ჩანაცვლებით თერაპია, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ სხვანაირად ინფექციას ვერ აჩერებდნენ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი რისკი აივ ინფექციის გავრცელების იყო ინტრავენური მოხმარება. ასეა ჩვენ ქვეყანაში ყველაზე მეტი აივ ინფექციით დაავადებული არის ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელი. თუ არ არის ინტრავენური ნარკოტიკის და სქესობრივი გზით არის გადაცემული, ერთ-ერთი პარტნიორი მაინც როდესღაც ინტრავენურად იღებდა ნარკოტიკს. ანუ ინტრავენური ნარკოტიკის მოხმარება არის ყველაზე დიდი რისკი აივ ინფექციის და C ჰეპატიტის გადაცემის, რაც ყველაზე დიდი ტვირთია ჯანდაცვისთვის. გლობალური ფონდი რო არ ყოფილიყო, ძალიან ბევრი აივ ინფიცირებული ადამიანი დღეს ცოცხალი არ იქნებოდა. ამიტომ ვერც საქართველოს და ვერც ამერიკის და ვერც ერთი, ანუ ამერიკის კი, მაგრამ აი ვერც ერთი განვითარებული ქვეყანა ვერ ასწევდა ამ ტვირთს. ანუ ჩანაცვლება არის ზიანის შემცირების ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი დღეს. პლუს დღეს უკვე ჩათვალეს, რომ ჩანაცვლება ასევე არის მკურნალობა. იმიტომ რომ მკურნალობა, ანუ იქ არის სხვადასხვა ეტაპები რა, ანუ და ჩანაცვლებაში ხდება ადამიანები, რომლებიც დღეს არ არიან მზად სიფხიზლისთვის. ანუ ის ადამიანი, რომელიც დღეს არის ქუჩაში, მიდის დილერთან, ყიდულობს ნარკოტიკს და კრიმინალურ ქმედებას ჩადის, ხო, რეალურად, როცა ის ნარკოტიკს ჯერ ფულისად უნდა იშოვოს, მერე სად უნდა იმას ქნას და ასე შემდეგ. და ჩანაცვლება იძლევა მაგას, რომ შენ ამ ჯაჭვს წყვიტავ. ანუ ის მის ურთიერთობას კრიმინალურ სამყაროსთან წყვიტავ და შენ შემოყავს სამედიცინო სერვისში, ანუ ზრუნვაში. ანუ იმიტომა ჩვენი მთავარი სლოგანი და ჩვენი ახალი პროგრამი ზუსტად მაგი, რომ ჩვენ გვაქვს, ანუ ჩვენ ვთავაზობთ ყველა იმ ჯაჭვს, რომელმაც უნდა გაწყვიტოს მისი როგორც კრიმინალთან ურთიერთობა, ასევე არალეგალური ნარკოტიკთან, რომელიც არის დამაზიანებელი მისთვის, ჩემთვის, სახელმწიფოსთვის და ძალიან ბევრ დანახარს მერე მოითხოვს. ერთ დამაზუსტებელ კითხვას შემოვიტანა აქ. აი, რო შევადაროთ, ხო, ჩვენ მქონდა პერიოდი 90-იანების პერიოდი, რომელიც ყველაზე მძიმე ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებით და ამასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ბუმი პირდაპირ მნიშვნელობით, მათ შორის ახალგაზრდა პოპულაციაში და მეორე მხრივ უკვე 2003 წლიდან მოყოლებული, 2005 წლიდან მოყოლებული, როცა ეს ჩანაცვლებითი თერაპიები დაინერგა. რა განსხვავება მოგვცა ამან? რა განსხვავება მოგვცა და ინიექციური ნარკოტიკების რაოდენობა შემცირდა, ანუ თავიდან 2005-დან 2008 წლამდე ჩანაცვლებაში იყო ჩართული მხოლოდ, აი ეს იყო ჩემი კითხვა, რატო არ განავითარეთ 200 კაცი და მხოლოდ გლობალური ფონდის. თუმცა 2008 წელს მე რაღაცნაირად ჩვენ მოვახერხეთ და დავარწმუნეთ სახელმწიფო და მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი, რომ აუცილებელი იყო, რომ სახელმწიფოს რაღაცა ნაწილი დაეფინანსებინა. მოლოდინის რიგში იდგა 5000 ადამიანი. მოლოდინის რიგში ელოდებოდა ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამაში ჩართვას. და მაშინ დაიწყო სახელმწიფომ უკვე რაღაცნაირად ამ უკვე აი 2008 წელს ჩდება ნარკოლოგიაში ფული სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა იყო თანადაფინანსება, იმიტომ რომ მაშინაც აი ვეთანხმები გიგას, რომ ეს ჯანდაცვაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და აი რატო არ იყო პრიორიტეტი მაგაზე მიპასუხოს ჯანდაცვა და
იმიტომ რომ მაშინ ჯანდაცვაც არ იყო პრიორიტეტი სამწუხაროდ. და ეს რო ჩაიდო, ანუ ჯანდაცვაში არ გატარდა ძალიან სერიოზული რეფორმები. 2003-დან 2008 წლამდე ჯანდაცვა იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში რა და რეალურად დიდი ტვირთი ჰქონდა ჯანდაცვას და ამ ადამიანები რო ჩაერთვენ, ანუ წარმოიდგინე ხა ყავს 55 ინიექციური 1000, აქედან 15000 всё გაწყვეტილი აქვს რა ამ კრიმინალთან და შენ ყავს ეს ადამიანები შენუვლი. ანუ ეს რამხელა მონაპოვარია წარმოიდგინე. სიკვდილიანობის თვალსაზრისით, ინფექციის თვალსაზრისით, რესოციალიზაციის თვალსაზრისით, დასაქმების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ტიპი მოდის, დალევს წამალს, მიდის. რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს ნათელი და ბნელი მხარეც, ხო? ანუ არიან ადამიანები, რომლებიც არიან პროგრამაში და რომელიც არ ექვემდებარებიან პროგრამის წესებს. არიან ესეთი ადამიანები, კაცო, ხა მაგი მარტო ჩვენი მოგონილი კი არა, თემ სოფლიოშია ეს ხა. როცა სუბტექსის ასე ვთქვათ, ის იყო აქ ბუმი 2000-იან წლებში და ბევრი სუბტექსის შემოვიდა, მაშინ ჩვენი ასე ვთქვათ, ესეთი მოგალაკეები მიდიოდნენ პარიზში და ეხვეწებოდნენ იმ პაციენტებს, რომელიც იყვნენ პროგრამაში ჩართული, რომ იმათთვის გამოეტანათ ის სუბტექსი და აქ ჩამოეტანა და გაეყიდათ, ხო? ანუ სტრასბურგშიც, პარიზშიც, ანუ ზუსტად ვიცი რომელ მეტროში იყიდებოდა და ვიყიდე. მე ვიცი ზუსტად სად იყიდებოდა და როგორ. ამიტომ შეხედე იქაც არის ეს, ანუ ეს არის ამ პროგრამების გარკვეული, ასე ვთქვათ, თუმცა რუსეთში არ არის. რუსეთში პროგრამა საერთოდ არ არის. რუსეთში ექიმი, რომელიც დაიწყებს ჩანაცვლებით მე ხა რუსეთში რო ვიყო, ვიქნებოდი 10-დან 15 წლამდე ციხეში. და მდგომარეობა როგორი აქვს ნარკომანიის თვალსაზრისით? ყველაზე მაღალი აქვს, როგორც აი ეპიდემია, წითელად არის, აი წითლათაც არ არის, აი ყველაზე წითელი რაც შეიძლება იყოს აიფ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით არის რუსეთი, პლუს არის ყველაზე მძიმე ნარკოტიკები რუსეთში და პლუს ამის გარდა ამას დაემატა ეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ახლა BBC-მ რამოდენიმე ხნის წინ გამოუშვა ფილმი რუსეთში, აი მეფედრონის მოზარდებში, აი ეპიდემია რა, მეაუს ეპიდემიას ეძახიან ამ იმას და ყაზახეთში სხვათა შორის და შუა აზიის ქვეყნებში დაიწყო საშინელება და ჩვენც მოვყევით ამ ამბავში, იმიტომ რომ აქ გაიხსნა რუსული მარკეტპლეისები ხო არის, მაგრამ ყაზახური მარკეტპლეისი შემოვიდა უზარმაზარი, რომელიც აქ აი ამ იმას ყიდის, ასე ვთქვათ, ამ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. თუმცა მე უკვე მიჩნდება ეჭვი ამდენი ნარკოტიკის აქ არსებობის, რომ ამ ქვეყანაში აუცილებლად არის ბევრი არალეგალური ლაბორატორია, სადაც ეს ნარკოტიკი იწარმოება. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად არსებობს ესეთი ტიპის ლაბორატორია. იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივ სამზარეულოში გაკეთდეს ეს ნარკოტიკი და ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, იმიტომ რომ 3 წლის წინ იყო ამის პრეცედენტი, როცა ორი ლაბორატორია ესე აღმოაჩინეს, მაგრამ სადაც ორია, იქ 20-ც არის რა. და ამისთვის ჩამოდიან ეს ვიღაცა ჩვენი, ასე ვთქვათ, რელოკანტები და ქიმიის ფაკულტეტზე მოთხოვნა, აი თუ დააკვირდებით, რუსეთში, ლომონოსოვის უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე მოთხოვნა გაიზარდა 10-ჯერ. და ზოგადად ბევრ ქვეყანაში, ანუ ქიმიის ფაკულტეტზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. იმიტომ რომ ამ ადამიანებს მე იყენებს შავი ბიზნესი, ძალიან კარგად უხდის. იქნება თუ არა სწორი რო ვთქვათ, რომ პრინციპში ქვეყანა ბრუნდება 2008 წლამდელ მდგომარეობაში, თუ და მიდის იმ მდგომარეობამდე, რასაც ხედავთ დაკეტეს ჩანაცვლება, კი აუცილებლად მევალ. მოდი უფრო ზუსტი ვიყოთ. 90-იან 2003-მდე, იმიტომ რომ დავასრულებ ჯანდაცვაში გეთახოთ ბევრად მეტი რამე იყო გასაკეთებელი, მაგრამ ვითარება ხო 2003-მდე სამწყობლების ხო? კი, მანუ უზარმაზარი ხო? არა, თქვენ ვიცი რომ იცით, მაგრამ სპეციალურობა შეიძლება ვერ გაიგოს. მაგრამ მე მინდა გამოვიხმარო, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ერთი რაც ჩვენ მოქალაქეებს უნდა გაუზიაროთ, მათი რეაქცია მოვისმინოთ, არის თავარ კითხვაზე პასუხი, მოქალაქეებმა კითხვას სვავენ, რომ ანუ ჩემ ხარჯზე ადამიანმა ესმის შევდივარ მდგომარეობაში, რომ რთულ მდგომარეობაში ვარ, მისი
მისი არჩევანი იყო, ესე დღეს ჩაიგდო თავი და ეხლა ჩვენ უნდა ვინახოთ. და რატო უნდა ვქნათ, თორსა 1000 სხვა პრობლემა გვაქვს. ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კითხვა ლეგიტიმური არის აბსოლუტურად. ჩვენ გვაქვს არგუმენტები, რატომ გვიღირს რესურსის დახარჯვა ამაზე, იმიტომ რომ ეს ადამიანები ჯერ გარდა ადამიანური ამბისა, რომ ჩვენ თანამოქალაქეები არიან, პრობლემა ხდებიან კიდევ უფრო დიდი. თუ არ ხარჯავ და თუ უბრალოდ ციხის პოპულაცია გეზრდება, სხვა პრობლემებს იწვევს. ეს უნდა გაუზიაროთ ჩვენ მოქალაქეებს, იმიტომ რომ სხვა მხრივ ეს კითხვა აბსოლუტურად ლეგიტიმურია. ადამიანს გართობა უნდა და მე დამოკიდებული გახდა და მე გავდივარ ცუდად არის და მე რომელს ვიშრომე ეს ერთმა არ გავიშვია წესიერად ვიქცევი, უნდა შევინახო. სამწუხაროდ გვიწევს ამ კომპრომისზე წასვლა, იმიტომ რომ თლიანი საზოგადოება ვართ და თუ ეს არ ვქენით, რაღაც დოზით უფრო ძიმე შედეგები გვექნება. მაგრამ ამ დროს არის რაც ახლა ახსენა გზურამ დამშოვანია რომ იცი რა ყოველთვის არის რომ ვიღაც არ ოღობს. ჩვენ შემთხვევაში დამატებით პრობლემა ის იყო რომ ეს რაოდენობა როგორც ხალხმა აღიქვა იყო დიდი და დაკავშირებული იყო იმ კრიმინალურ სუბკულტურასთან რომელიც ამ რეჟიმმა თავისთვის მოირგო. ანუ აი ეს ხალხი რომელიც მე არჩევნებზე ვისაც ხედავდით ხო ამის გამოყენებით თქმა რომ ამითი მობმა ანუ პირდაპირ ამის ნაწილი გახდა და ამაზე ირეაგირეს იმ ხალხმაც ვინც სხვა მხრივ შეიძლება ამ რეჟიმის ოპონენტი არც იყო რომ ამას უყურებს ხო რომ რაღაცა კრიმინალური ძალადობისკენ მიდრეკილი ადამიანი რომელიც თან ნარკოტიკებზე პროგრამაშია მაგრამ თან ამას შოულურად აგზელებს ამ ყველაფერს თან დალაგებულია იმასთან ვინც მთავრობაშია იმიტომ რომ მაგათ გვერდზე ხედავენ მაგათ ოფისებთან მაგათ საარჩევნოებთან და აი ეს ვითავრობა გვაქვს და ეს ახლა ვითომ რაღაც ჩვენება უნდა თვითონ ამას ვცვლიან რომელიც სინამდვილეში არსში ბუნება მათი არ იცვლება და ჩვენ უნდა ვთქვათ ხალხს რომ ხო ჩვენ ამ ზომებს მივიღებთ საერთო რესურსის რაღაც ნაწილსაც დავხარჯავთ დახმარებისთვის ოღონდ საბოლოო ჯამში თუ ადამიანი ამ დისტანციასაც არ იყენებს ან სამწუხაროდ ვერ იყენებს არ ემორჩილება ამას და კვლავ უნდა რომ თან ისარგებლოს აი რასაც უძახიან ლეგალური ნარკომანია თან ისარგებლოს მაგრამ გააგრძელოს ცხოვრების წესი როცა შავ ბაზართან არის კავშირში მომხმარებელია ორგანიზებული დანაშაულის მიერ გავრცელებული ნარკოტიკის ან სხვა მხრივ კრიმინალურად მიდრეკილი არის იქ სასჯელი აუცილებელია და გარდაუვალი. აი მნიშვნელოვანი საკითხია რამდენად ერთ რაღაც დავამატებ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა გააკეთა ამ მთავრობამ. ცუდი ამ სერვისის საწინააღმდეგო რომ აძახებინა ყველას მეტადონშიკები და ცუდი ადამიანების იმიჯი შექმნა ამ ადამიანებში თავის ოპონენტებს ყველას გამოიყენა ეს ადამიანები ძალიან ცუდად და აძახებინა თლიანად საზოგადოებას მეტადონშიკები და შექმნა ძალიან ცუდი, ასე ვთქვათ, სუბკულტურა ამ ადამიანების, რომელმაც ანუ აი ის არის დაკავშირებული კრიმინალთან, ცუდ რაღაცასთან, ეხ აღარ მოეწონათ. იმიტომ რომ საზოგადოების მათი ამომრჩეველმაც მეტადონშიკი დაუძახა უკვე, ხვდები? და ეს უკვე აღარ მოეწონათ ეს ამბავი და ამ მეტადონშიკებსაც ისეთი პირობები შეუქმნეს კატასტროფული, რომ მართლა ადამიანის ღირსების შემლახველია ის, რაც ხდება დღეს ჩანაცვლებ თერაპიის პროგრამაში, უბრალოდ რო კადრები ნახო, სად დადის ეს ადამიანები. ხო, ანუ თქვენ გვაქვს ახლა სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც დადის დაახლოებით რამდენი ადამიანი? 15, არა, ეს კერძოს, სადღაც 16-მდე ალბათ. და რამხელა ტვირთია ეს სინამდვილის სახელმწიფო პროგრამისთვის? რამდენად უმკლავდება? ვერ უმკლავდება ვერანაირად, იმიტომ რომ სულ 7 მილიონია გამოყოფილი ამისთვის და 15,000 ანუ ექიმის ხელფასი არის სასაცილო, უბრალოდ აი 1800 კაცს ემსახურება 3 ექიმი. გამარჯვებას ვერ ეტყვის უბრალოდ. ეს დღეში. დღეში, ყოველ დღე, არ არის ლაპარაკი რომ რაღაცა, იმიტომ რომ შეხედე 2016 წლიდან სახელმწიფომ წაიღო მეტადონი. თლიანად, ანუ კერძოც ასრულებდა რაღაცა მომენტში და ისევე, ანუ იგივე გზას ადგანან. ანუ აი თვლიან რომ ეხლა პლუს ამას უფრო კატასტროფულ რამეს აკეთებენ, მთელი ფსიქოტროპული წამლების და ანუ კონტროლდაქვემდებარებული წამლების ხელში აღება უნდა სახელმწიფოს, რომელსაც არც რესურსი აქვს, არც ცოდნა, არც გამოცდილება და მთელი წლების ეს არის 30 წელი, როცა სახელმწიფო ამას არ აკეთებდა. მაგრამ სახელმწიფოს აივალებოდა კონტროლი, რასაც არ აკეთებდა. ეხლა თავის ხელში ჩაიგდო
სახელმწიფოს ამოწმებს? რა ვიცი, ხა ერთი კვირა, ხედავთ თუ ერთი თვეა, როგორ ამოწმებს სახელმწიფო, მილიარდამდე ავედით, უკვე რაც წაიღეს ბიუჯეტიდან და ამ მილიარდის უკან რა არის? ანუ თავის ხელში ჩაიგდო. ვერ ვახორციელებდით, ამიტომ ჩვენ ვერ განვახორციელებთ. ჩვენვე უნდა განვახორციელოთ. ნუ ახლა ეს არის ლოგიკა, კონტროლს ვერ ვახორციელებთო და ამიტომ ჩვენ განვახორციელებთო. 10 წელია იყო ჩემი პროგრამა. კერძო. ერთხელ არ მოსულა რეგულირების სააგენტო და არ უთქვია, კაცო, იქნებ ვაშავებ და ვყიდი ამ წამალს, კაცო. ქუჩაში. ნუ ან რაღაცას არასწორად შვები ხო ასე. არა, ხო, ნუ რაღაცას. პირდაპირ სისხლძამს დანაშაულია. ხო, ნუ იქნებ შვები, კაცო, არა, უნდა შემოვიდეს სააგენტო და მე გადასცეს ამ პროკურატურას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს. შემოდი რა. დოზები რო ნახოს ან როცა დავარღვიე და როცა თქვი რომ მე ლეგალურ ნარკომანიას ვაწარმოებ, შემოდი ნახე რას ვაკეთებ. რო შემოდიოდნენ და ინფრასტრუქტურას ნახულობდნენ ერთი ის არ ქონდა, რა ქვია, შენიშვნა და სახელმწიფო პროგრამებში რო შედიოდნენ იმ ხელა ჯარიმებს აკისრებდა რეგულირების სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ინფრასტრუქტურაზეა ლაპარაკი, უსაფრთხოებაზე, მედიკამენტის. და ეხლა შენ ვერ შვებოდიო, მე ვიზამ და მე ჩემ თავს გავაკონტროლებო და ეხლა წარმოიდგინეთ რა მოხდება ამასთან დაკავშირებით, ხო? აი რა, ანუ მონოპოლია, რომელიც რეალურად ქმნის უზარმაზარ საფრთხეს არალეგალურად გასulis ბაზარზე ნარკოტიკის და ფსიქოაქტიური ნივთიერებების. პრინციპში ჩვენ ძალიან მძიმე ვითარება აღწერეთ, ხო? ძალიან საგანგაშო ვითარება აღწერეთ და ის ხედვა, რომელიც ჩამოვაყალიბებთ, პასუხობს სწორედ ამ საგანგაშო ვითარებას, როგორც არაერთხელ უკვე ვთქვით, ფოკუსირებული არის ზიანის შემცირებაზე, ვითარების და ინექციური მოხმარების ეპიდემიის სტაბილიზებაზე, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად სწრაფად შედეგი იმისთვის, რომ შემდგომ ხანგრძლივი მათ შორის პრევენციული პროგრამების დანერგვა შემდგომ უკვე მრავალწლიან პერსპექტივაში შედეგი გამოიღოს. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი დისკუსია, რომელიც ეხება ხოლმე ნარკოპოლიტიკას, არის მომხმარებლის დასჯა არ დასჯა, ხო? ნუ აქამდე არსებული მოდელი გასაგებია რაც ხდებოდა, მომხმარებელი ისჯება ჩვეულებრივ, ეხლა საერთოდ მომხმარებლებზე რაღაცა ანტიკონსტიტუციური მოთხოვნებით კამპანიური დევნა არის გამოცხადებული, ადამიანებს აჩერებენ, ყველანაირი მიზეზის და საფუძვლის გარეშე ნარკოშემოწმე ტესტებს უკეთებენ ასევე, კი ბატონო, და ამ ხიზერში ნიშნულობად დამძიმდა ვითარება. თუმცა ეხლა უნდა ვისაუბროთ გამოსავალზე და ამ გამოსავალზე მსჯელობის დროს მრავალი განსხვავებული ხედვა და პერსპექტივა წამოიჭრა. ამიტომ პირველი თქვენ მინდა რომ დაგისვათ ეს კითხვა და პრინციპში შეგვიძლია უკვე დებატების ფაზაში შევიდეთ. თქვენ ბრძანეთ ფაქტობრივად ჩხუბისკენ წაგაქეზეთ. თქვენ ბრძანეთ, გუშინ ბრძანებოდით ეთერში და ბრძანეთ რომ დასჯა ამ მთელი ამ წების განმოცდილებამ გვიჩვენა, არ მხოლოდ ჩვენ, არამედ მსოფლიოს, რომ დასჯა არ მოქმედებს. ხო, რა მნიშვნელობა დგას რეალურად ამის უკან? ანუ უნდა გაუქმდეს სასჯელი და მომხმარებლის დასჯა საერთოდ არ უნდა არსებობდეს როგორც ეტაპი სისხლისამართლებრივ პოლიტიკაში, თუ გულისხმობთ კონკრეტულ რეპრესიულ თუ სისხლისამართლებრივ ფორმებს, რომლებმაც აქამდე არ მოიტანა შედეგი და არც ნარკომომხმარებლების რაოდენობა, არც ნარკოტიკების რაოდენობა, რომელიც ტრიალებს ქვეყანაში არ შემცირებულა. შეხედე მე თავიდანვე გითხარი, რომ დღესდღეობით ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში პორტუგალიაშიც კი არსებობს შემაკავებელი ეფექტი, გარკვეული. და ნუ რა თქმა უნდა მე არა ვარ მომხრე მომხმარებლის დასჯის, იმიტომ რომ არანაირი მართლა შედეგი არ მოაქვს რა. მაგრამ შემაკავებელი ეფექტის არსებობა კანონმდებლობაში უნდა იყოს, რომ ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს და ჩადის დანაშაულს, მან უნდა იცოდეს, რომ რაღაცა გარკვეული შემაკავებელი ეფექტი თუ ის აზიანებს საზოგადოებას, უნდა არსებობს. ყველა მომხმარებელი თავისთავად, როგორც თავის თავს აზიანებს, ასევე საზოგადოებასაც აზიანებს. შესაბამისად, მაგრამ სანამ შენ მიხვალ დასჯამდე და ეს არის ჩვენი კამათისაც და იმისაც და მიუხედავად ჩემი, ასე ვთქვათ, ცოტა უფრო ლიბერალური შეხედულებების,
გიგამ უფრო გაწელა ეს ამბავი. მე ცოტა უფრო ვიწროთ მქონდა 3 ეტაპზე გიგამ 5 რომ მოვედი და 5 დავინახე, მეთქი რაღაცამ ცოტა გაჭრა თქო. რაღაცა მის გულში ის ჩავარდა თქო რა. ანუ გავწელეთ. ანუ ჩვენ არ გვაქვს აქ ლაპარაკი, ჩვენ გვაქვს ლაპარაკი ნარკოტიკზე, რომელმაც შესაძლებელი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს, ხო? ანუ ჩვენ გვაქვს უმძიმეს ნარკოტიკებზე, როგორც არის ჰეროინი, ფენტანილი, კოკაინი და ასე შემდეგ, სადაც ეს ეტაპები, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო ნაკლებად არის გაწელილი, მაგრამ რა არის? ნებისმიერ ეტაპზე, როცა ადამიანი როგორც მოიხმარ პირადი მოხმარებისთვის ან დანაშაულს ჩადის, მას ჩვენ ვთავაზობთ ჩვენ დახმარებას. კაცო ადამიანს 10 ჯერ რო შესთავაზებ დახმარებას და არ უნდა და მაინც ამტრევს რაღაცას, ხო? ხო დასჯი. ხო? ბავშვსაც დასჯი, ხო? ანუ როცა შენ ერთხელ უთხარი, ორჯერ, 10 ჯერ ყველანაირი მეთოდები გამოიყენე, ყველაფერი უთხარი, ყველანაირად შესთავაზე, ჩემი ფულით, შენი ფულით, სადაც შენ გინდა იქ წადი, აქ წადი, იქ წადი, აქ წადი და არა მე მაინც ეს უნდა დავამტრიო. ხო, ნუ რაღაცა ხა არ მინდა რომ ეს დაამტრიოს რა. მაშინ ბარემ არ მინდა ის ჭიქრე ხა გავტეხ ხო რა. ბარემ გამარტოთ მაშინ რა სიახლე რა არის სიახლე. აი მაგარი სიახლე ზუსტად რომ ჩვენ გავყავით 3, ანუ ეს იყო ზუსტად ის ნაწილი რომელიც ინგლისშიც არის, პორტუგალიაშიც არის, გერმანიაშიც და ასე შემდეგ, ანუ 3 ნაწილად ეს არის ნაკლებად მძიმე, შედარებით მძიმე და ძიმე ნარკოტიკები ამ ნივთიერებებში, ოღონდ აქვე უნდა შევთანხმდეთ, რომ პირადი მოხმარებისთვის დოზებს უნდა გადავხედოთ აუცილებლად და უნდა იყოს რეალისტური იმ მოხმარებასთან, რაც არის, იმიტომ რომ დღეს არის დოზა 0.000000025, რაც ნუ უბრალოდ აი ნუ რაღაცას არ არსებული, რომელიც არანაირ ზიანს არ ჩენდა, არც არავის არ მოგიტანს და ამის გამო შეიძლება 8 წლით წავიდეს ადამიანი ციხეში რა, ანუ რეალისტური უნდა იყოს. და არის კიდე ერთი კატეგორია ნარკოტიკის დაუშვათ, რომელსაც ჩვენ თვლით, რომ არის მსუბუქი ზოგადად და არ იწევს, ანუ შეხედეთ მსუბუქი ცუდად ხვდება ხალხს ყოველთვის ყურში. აქ ჩვენ უნდა ვთქვათ, ნაკლებად ზიანის მომტანი, მაგალითად კანაფის პრეპარატები, რომელიც ჩვენი ხედვით პრაქტიკულად არანაირ დასჯას შეიძლება არ ექვემდებარებოდეს, ხო? აქ შემდეგ მოდის უკვე ისეთი ნარკოტიკები, რომელსაც აქვს რისკი, ზედოზირების და ასე შემდეგ, სადაც ჩვენ ვიწყებთ გაფრთხილებით და შეთავაზებით სამედიცინო დაწესებულებაში მისვლით, კონსულტაციით, მაგრამ ჩვენ ბაზაც უნდა შევქმნათ, ხო? სადაც უნდა მივიდეს ეს ადამიანი, ახლა კანონში ჩავწეროთ და არ გქონდეს, ხო, ახლა იმაში ხო არ მივარ აქვე ორნაბიჯში და კონსულტანტს ხო არ დაელაპარაკება, ხო, სპეციალისტი უნდა არსებობდეს. ამიტომ შემდეგი ეტაპი ეს არის უკვე მინიმალური ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც მას გააფრთხილებს, თუმცა ყველა ეტაპზე გვაქვს შეთავაზება მკურნალობის და შეთავაზება დახმარება. დავაზუსტებ ბარემ რომ ეს არის ეხლა ვსაუბრობთ ნაკლებად მძიმე. ყველა ნარკოტიკზე ესეა. ყველა ნარკოტიკზე ამ ზოგზე მოკეა, ზოგზე უფრო გრძელია. პირველზე უფრო იმაზე მოხმარებაზე, ხო, პირად მოხმარებაზე. ხო, ანუ ყოველს, ანუ იმხელა ეტაპია, რომ შესაბამისად ეს ეტაპს ბოლომდე ვერ ჩახვალ რა და ბოლო ეტაპი რა, თუ შენ გინდა რომ იყო ამ საზოგადოების წევრი არაფერი დააშავდა. ეხლა თუ შენ სახლში ეწევი მარიხუანას, ეხლა ხო ვერ შემოგივარდები სახლში რატო ეწევი ამ მარიხუანას, ან სახლში თუ ცეკვავ და ექსტაზს ვერ შემოგივარდები, მაგრამ თუ მე შენ დაგინახე რომ შენ არ ვცელებ, რაღაცა შვები და შენი პირადი მოხმარება გადადის უკვე დანაშაულში, შენახვაში, გასაღებაში და ასე შემდეგ, ხო, ახლა რა თქმა უნდა, თუ შენ დანაშაულს არ ეხლა თუ სკოლის წინ, ეხლა ყველა ამსტერდამში ყველა ყველგან ეწევა, არ ეწევა ყველგან ყველა. სკოლის წინ შენ რომ მარიხუანა მოწვია ამსტერდამში 2000 ევროს გადაგახტევინებენ ჯარიმას. იმიტომ რომ ეს არის იქ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თელ ამსტერდამში იდგეს მარიხუანის ზონი. არ არის ლეგალიზებული მარიხუანა თან ნიდერლანდებში. არ არის ფორმალურად არ არის ლეგალიზებული. ყველას გონია რომ ლეგალიზებული არ არის, დეკრიმინალიზირებულია გარკვეული რაოდენობა და სულ 5 გრამია. ვერ იყიდი ამაზე მეც. ვერ მოწევ ქუჩაში, უნდა მოწევ კოფეშოპში, ხო? და ამერიკაშიც ეხა ზოგ შტატებშიც რო ამბობენ რომ არ არის ლეგალიზებული, ხო?
გარკვეულ შტატებში არის დეკრიმინალიზებული, გარკვეულ შტატებში არის ლეგალიზებული. და არის ქვეყნები, მაგალითად ესპანეთი, ისრაელი, ასე შემდეგ, ხო? და ანუ შეხედე, ჩვენ ვახანგრძლივებთ, თუ შენ აღარაფერი აღარ გინდა, მაშინ უნდა დაგსაჯო, წახვიდე გარკვეული რაოდენობით საპატიმროში, მაგრამ იქაც მე სერვისს მოგაწოდებ რა. ანუ ისე, იმიტომ რომ მე შენ სხვანაირად ვერ გაგაჩერე და ვერ აგიხსენი. რა, რისგან გვიცავს ამ შემთხვევაში სამედიცინო კომპონენტის შემოტანა? სამედიცინო კომპონენტის შემოტანა, რა გიგას თუ უნდა და ანუ სამედიცინო კომპონენტის შემოტანა ნიშნავს, რომ ჩვენ ადამიანს ვზრუნავთ. ეს არის ზრუნვა, თორე ზრუნვა ის კი არ არის, ახლა მე სახლში მივიდე და საბანი დავახურო მაგას და იმას რა ქვია, საჭმელი ვაჭამო. ეს კი არ არის ზრუნვა, ახლა მე შეკითხულობ როგორ შველის ეს პრობლემას და საზოგადოების ეს პრობლემა შველის აი ზუსტად შეხედე მაგაშია საქმე, რომ ამ ეტაპებამდე რაც გიგამ თქვა, რომ ჩვენ არ უნდა ადამიანი რომელიც მომხმარებელია და ერთ-ერთი კომენტარი იყო და ყველა მომხმარებელი ხდება დამოკიდებული. არ არის ეს. არ არის ესე და თუ შენ გექნება სწორი პოლიტიკა, ზოგადად მსოფლიოში არის რომ თუ მოიხმარს მაგალითად შარშან მოიხმარა 2.5 მილიონმა ადამიანმა ნარკოტიკი. აქედან სადღაც 30,000 გაუჩნდა პრობლემა და აქედან 6 გახდა დამოკიდებული. ამ 30,000-დან მე-6 ტიპი გახდა დამოკიდებული. ანუ მოხმარება ჩვენ გვაძლევს მოხმარების ეტაპზე დახმარების გაწევა გვაძლევს იმის საშუალებას რომ ეს ადამიანი არ გახდება დაავადებული და არ დამაწვება ტვირთად და მისი შეიძლება მოიხმაროს რეკრეაციულად მაგრამ მას ექნება გარკვეული შემაკავებელი მექანიზმები რომ მან არ დაარღვიოს არ დაუშავოს თავის ჯანმრთელობას არ მოგვტეს ზედოზირებით ეს არის მთავარი ჩვენი პრინციპი და პლუს ის რომ ის ადამიანი რომელიც არ მოიხმაროს ხო ანუ მას შეუქმნათ ალტერნატივა ანუ რაღაცა ინტერესები კომპლექსები მოუხსნათ გასართობის საშუალება განვითარების საშუალება და ასე შემდეგ ხო რატომ მოვიხმარ მე და არ მოიხმარს ის ხო ხო არის ახლა ლოგიკური კითხვა ახლა მე ვეწევი მარიხუანას ის არ ეწევა ხო იმან გასინჯა და აღარ გააგრძელა ხო გასინჯვის ეტაპი გასავლელია ბევრს შეიძლება ხვდები მაგრამ ეს უნდა ჩვენ ვაკონტროლოთ რომ მან არ მოიხმაროს ეგრევე ჰეროინი არ მოკვდეს ხო ხო ანუ მიხდი რას ვამბობ ანუ შემაკავებელი მექანიზმი ეს კი არ ნიშნავს რომ მაინდა-მაინც მე ციხეა ჩემი შემაკავებელი მექანიზმი რა ჩემი შემაკავებელი მექანიზმი არის იმ ეტაპებზე ნისი ანუ ზრუნვა მასზე რომ მან ის არ მოკვდეს იმან იცოდეს რა ნარკოტიკს მოიხმარს და პლუს ამის გარდა არ გახდეს დაავადებული რა მომხმარებელი არის ყველაზე დაუცველი ტიპი იმიტომ რომ არც დამოკიდებულია არც იქეთ არის არც აქეთ არის იმიტომ რომ ყველა არ აქვს ტოლერანტობა ნარკოტიკის მიმართ არ იცის რა ნარკოტიკს მოიხმარს და ვიღაცამ შესთავაზა ხო არაინფორმირებულია ხო დამოკიდებული უფრო დაცული ტიპია იმიტომ რომ მას ტოლერანტობა აქვს ნარკოტიკის მიმართ კი ავათარი მაგრამ უფრო დაცული ტიპია რა შედარებით და ამიტომ ეგ ყველაზე მეტი სიკვდილი ჩვენ გვაქვს მომხმარებლებში რა და ყველაზე მისახედი ადამიანები არიან მომხმარებლები ის რეკრეაციული მოხმარებაც უნდა ასწავლო ის კი არა რომ შენ ხა რეკრეაციული მოხმარება ყველას გონია რომ რაღაცა ის არის ხო ისიც უნდა იცოდეს რას ნიშნავს რეკრეაციული მოხმარება რა და რა უნდა მოიხმაროს და რამ ზიანია ხა არას არ გჯერათ რომელიმეს რომ ვიღაცა როდესღაც 100% არ მოიხმარს ნარკოტიკს ხო არავის არ ჯერა და ამათ უნდათ ეს დაგვაჯერონ რომ ეს პრობლემა არის არსებებს თუ ესენი ამას გააკეთებენ და ყველას დაიჭერენ და ციხეში გაუშვებენ როგორც ნაცებს ჯეროდა თუ კაცრავად აგერ უკბენ კიდე ხო ანუ რახან დრო მაინც კი ბატონო დაჟის კომპონენტზე მინდა საჯულზე უფრო ზუსტად გავიგრო საჯელი არ მოქმედებს მათ შორის ცალსახად უკვე ადამიანი ამ მდგომარეობაში რო არის
ხო, გულისხმობ დამოკიდებული. ხო, სასჯელი მოქმედებს ის თუ საშიშია საზოგადოებისგან იზოლირებული უნდა იყოს, მაგრამ მას სასჯელით ვეღარ უშველი თუ უკვე დამოკიდებულია. მაგრამ რაშიც მაინც აქცენტებში განსხვავება გვაქვს, რომ შემაკავებელი ეფექტი მოიცავს იმასაც, რომ ხელმისაწვდომობა და რისკები მასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც გასინჯო, ან მერე კიდე გასინჯო და ადვილად ქნა ეს იზრდება. და მე რა თქმა უნდა ვიზიარებ იმას, რომ ეგეთ სამყარო არ არსებობს, წარმოვიდგენთ, რომ რომელიმე თუნდაც ყველაზე ეფექტური პოლიტიკა ადამიანებს, რომლებიც კაცობრიობას როგორც მიდრეკილი არა ტოქსიკური რაღაცების გასინჯვისკენ, მთლიანად ამას გამორიცხავს. არა, მაგრამ თუ არ არის განცდა, რომ ეს პრობლემაა საზოგადოებასთან, სახელმწიფოსთან, ჩემო ოჯახთან, ყველასთან, მაშინ ალბათობა იმისი, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ მეტი დამოკიდებული, ალბათობა იზრდება. იმიტომ რომ ბევრად დიდი ბადია მაშინ. ამიტომ ვინ არჩუნებთ ჩვენ ამ სასჯელს ამ შემთხვევაში, ხო? ამაზე ლაპარაკობთ, თავისთავად ამოცანა ის კი არა, რომ ციხეში მოხდეს. მე ჩემს ვიძახი, როდესაც ზურას ამოცანა ეგრო არ არის, ისეც იცის საზოგადოება. ამოცანა არის, რომ ყველა მეთოდით შემცირდეს რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებიც გარისკავენ მე არ ვიძახი, რომ გაქრება, მაგრამ გარისკავენ განსაკუთრებით ისეთ ნარკოტიკს, სადაც მაღალი ალბათობა არის სიკვდილიანობის ან სწრაფად დამოკიდებულების გაჩენის და განსაკუთრებით შემცირდეს რაოდენობა ადამიანების, რომელიც მე ბოლოს დამოკიდებული გახდება. და ამ საქმეში მათთვის შეთავაზება დახმარებისაც უნდა იყოს, მაგრამ განცდა რომ პრობლემა ექნებათ. და ეს პრობლემა არ არის ავტომატურად ციხე, მაგრამ საბოლოო ჯამში ხო, ამ ეტაპების გავლის შემდეგ ეგეც ფიგურირებს. ხო, მაგრამ შუაში არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, ხო, რადგან ჩვენ ამ ჩვენ ხედაშიც გვაქვს სკოლები, რასაც სახელმწიფოს ეთქმის სიტყვა, ოღონდ მე არ გულისხმობ სახელმწიფოს მიერ რაღაცა თვითონ ჩარევას, დავალდებულება, როგორც სხვა საკითხებში არის, რომ ამ საკითხებზე განათლების სფეროში მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს. ესეც ვერ ჩაანაცვლებს ოჯახს, როგორც ყველაზე მთავარი ინსტიტუტს, ბევრს ამაში და ამაშიც. და ამის იქით უკვე გნებავთ ვიღაცა უბან სიტყვის საზოგადოებას, სადაც ხო, აქ მთავრობა და პოლიტიკური ძალები ნაწილია ამ ყველაფერს მნიშვნელოვანი, მაგრამ მთელი საზოგადოება ამ საკითხზე და განსაკუთრებით იქ სადაც ჩვენ ხედავთ ჩვენ საზოგადოებაში პრობლემას სიკვდილიანობის, სწრაფი დამოკიდებულების გაჩენის და მერე ძალადობრივი, კრიმინალური ან ანტისოციალური საქციელის ამაზე კამპანია, ხო? რომ ეს არის ჯოჯოხეთი. ეხლა ვიღაცა მეტყვის, რომ ხო, ეს იმასთანაც კავშირშია, ქვეყანაში ზოგადად რა ვითარებაა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ამასთან კავშირშია. მაგრამ სპეციფიურად ამ ამბავზე, დიახ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანებს თუ ასეთი საკუთარი თავის მიმართ და საზოგადოების მიმართ მძიმე შეცდომა დაუშვეს, რომ იმ გზაზე დგანან, რომელიც დამოკიდებულს გახდის, შანსს აძლევ, მაგრამ სასჯელის საფრთხე რო აქვს, ეგეც აუცილებლად უნდა იცოდეს. ერთ ძალიან მნიშვნელოვანს ჩემთვის რაღაცას ვიტყვი, რომ ეს მთავრობა ამბობს, რომ უნდა მოსპოს ნარკოტიკების პროპაგანდა, როგორც მაგალითად LGBT-ს პროპაგანდის მოსპობას ცდილობენ. ქარისცისგველები. არა, შეხედე, რა ხდება და ამ დროს რომანტიზაციას ახდენენ ამ კრიმინალური სუბკულტურის, რომელიც პირდაპირ პროპაგანდაა ნარკოტიკის. პირდაპირ პროპაგანდაა ნარკოტიკის მოხმარების ყველაზე, იმიტომ რომ აი პოპულარიზაციას ამისი და ჩვენ გვაბრალებენ პროპაგანდას და თვითონ ქმედებით ამას შვებიან. ანუ ქმედება მათი, ოღონდ ეხა აღარ მოეწონათ ეს ამბავი. და რაღაცა უკვე ამათ და დაკარგეს ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ადამიანი, ვინც მათი მომხრე იყო, იმიტომ რომ კატასტროფა, ანუ შეხედე, როცა რა ჭირდებათ ისე აკეთებენ, ოღონდ ამას რატო აკეთებდნენ და ეხლა რამას აკეთებენ, ამასაც ვერ ხვდები რა, მაგრამ ხვდები ერთ რამეს, რომ მანამდე ალბათ მაინც რაღაცა ევროპული ინტეგრაციის მომენტი არსებობდა და რაღაცა ევროპული ღირებულებების და ადამიანის უფლებების და ამას ესე არ შვებოდნენ, მაგრამ ნუ დაფარული იყო. მაგაზე სხვა გადაცემაში ვიკამათოთ, არა. არა, ალბათ ხალხის განწყობილება და რეაქცია. არა, მაგას ვამბობ, რომ არ იყო, მაგას ვიძახი, რომ ეს არ იყო ეს. უბრალოდ ამათი წახალისება ჭირდებოდათ, რომ ამათი ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნაცებმა ეს ეკნეს და ყველა ჩაყარეს ციხეში და აი ჩვენ ამას იმას გიშვებით, ხო? ანუ პროპაგანდა მათი იყო ეს. ნარკოტიკების მოხმარების წახალისება იყო მათი პროპაგანდა. კი, თუ შევხედავთ, აი რა
რისი წახალისება სოციალურ მედიაში ჩანს და ალგორითმით ძალიან კაფიოდ, ხო? მარტო როგორ თქვია, ის ზუსტად ეს კრიმინალურ ქუჩურ ფსევდო ვითომ ბიჭური, კაი ბიჭური და გადაჯაჭვული ამ ყველაფერთან, ოღონდ ეს პოლიციასთან მერე შეგროვება. არა, ეგ რა თქმა უნდა, მაგათი ფარულობის ქვეშ და უმყრალესი, აი ჩვენ ეს რაც ქართულ რაღაცა ტრადიციებზე მოლაპარაკე ხალხი ვნახეთ, ხო? აი მაგ შემთხვევაში სუბსაბჭოთა ქუჩური ყველაზე ცუდი გაგებით ამაზრზენი მყრალი საქციელი, ხო? მარტო ცენზურო კი არა, აი ყველაზე უფრო ამაზრზენი. და ეს ვისაც ხა ვინც გაიზარდა 90-იანებში და 80-იანებიდან დაიწყო და ცოტა უფრო ადრე ძირები ჩვენ საზოგადოებაში, მაგრამ 90-იანები იყო, რომ გაშალა, ხო, ამ ამბავმა. ხო, ჩვენ ვიცით ეგ არის მაგის გაგრძელება არიან ეს ყველა. და ჩვენ ნახეთ ზუსტად იმ მაგმოვლენების დროს მათი პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები პოლიციასთან მოფარებულში როგორ ლაპარაკობენ, რომ თქვენიანი ვარ, მე არ მომკიდო ხელი. ანუ ეს თანამშრომლობა პირდაპირ ხდება. ეს იქამდე ხათაჟი ხო. ხო და აი ყველ მაგას ვამბობ, რომ ჩვენ პირველი ჩვენი ნაბიჯები, როცა ამ ეს ქვეყანა დადგება, ასე ვთქვათ, რაღაცა ნორმალურ გზაზე და ბალანსი იქნება გარკვეული ძალებს შორის, როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებაშიც უნდა დამყარდეს ეს ბალანსი, მგონია. იმიტომ რომ აქამდე ჩვენ ამ პრობლემას მარტო პოპულისტურად ვებრძოდით, ასე ვებრძოდით, იმინა ვებრძოდით, ან ვახალისებდით რა. ზოგი ესე ვის როგორ დაჭირდებოდა რა მომენტში რა ჭირდებოდა, იმიტომ რომ ყოველთვის ნარკოტიკი იყო მანიპულაციის საკითხი ყველა ხელისუფლებისთვის, არა აქვს მნიშვნელობა. ერთ-ერთი შიში, რომელიც რეპრესიული ზომების შემცირებას უკავშირდება, არის რომ ამან შეიძლება გაზარდოს როგორც მოხმარების რაოდენობა, ისევე წაახალისოს ორგანიზებული დანაშაული, წაახალისოს კრიმინალი. რა ზომები, რა მექანიზმები არსებობს ჩვენს ხედვაში, ჩვენს რეფორმაში, იმგვარი, რომ ამ კატასტროფას აგვაცილოს იმის მიუხედავად, რომ დეპენალიზაცია ერთგვარი ხდება, ხო? სადამსჯელო მექანიზმების შესუსტება მოხმარებასთან მიმართებით ხდება. ხო, ხედავ, ფუძნაობ შენ კიდე. წინას. მაგაზე უფრო გიგაილაპარაკებს, იმიტომ რომ მე არ ვარ იურისტი და შეიძლება მე რაღაცა იურიდიულ იმებში არ შევიდე, უბრალოდ მე რა მინდა თქვა. ანუ აი იგივე აი ამ ნულოვანი ტოლერანტობის დროსაც, როცა ჩვენ როცა ებრძოდენ ჩვენ არა, მე არა, როცა ებრძოდენ თქვენ, ებრძოდენ ამ დანაშაულს, მაინც გარკვეული კომპრომისები იყო კრიმინალთან რა, იმიტომ რომ იმ სუბკულტურას და იქ მაყურებლებს ჩაუგდეს ხელში ფსიქოტროპული პრეპარატები, რითიც ისინი აკონტროლებდნენ ციხეს. ამას არ აღიარებს არავინ, მაგრამ ეს ესე იყო რა. და ბადრაგი და ასე შემდეგ ციხის პერსონალიც ცდილობდა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გაკონტროლებას სუბკულტურის. ანუ კომპრომისი არ შეიძლება ორგანიზებულ დანაშაულთან და პროევროპულ ქურდებს არ უნდა ვეძებდეთ რა. შეუძლებელია. ხო, არ შეიძლება რომ რაიმე კომპრომისი იყოს ამ სუბკულტურასთან. ზურა ხშირად საუბრობს ხოლმე და მესმის რასაც გულისხმობს სტიგმატიზების პრობლემაზე, რომ სტიგმატიზებული არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ჩვენი თავისუფალი საზოგადოების მონაპოვარია, რომ ყველა ადამიანს რა ტიპის პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს. მათ შორის პრობლემები, რომელიც მისმა არჩევანმა განაპირობა და არა ისაც განწირული იყო თავიდან. ადამიანი რა დაავადება დაემართა, ეს მისი არჩევანი არ არის. ნარკოტიკებზე დამოკიდებულება არჩევანია. მე არჩევანი გეზღუდება. შენი არასწორი არჩევანის გამო იზღუდავ არჩევანს და ამ ადამიანებს უნდა მოეპყრო ყველა თავისუფალი საზოგადოება თანადგომით ღირსება არ უნდა შეულახო, ეს არის ხო? როგორც ადამიანი, ეს უნდა შეხედო. ოღონდ იმ სტიგმის გაქრობა, რომ ეს არის ცუდი საქციელი, რომ ეს არის სირცხვილი, თუ ესეთი გახდები, პირიქით საჭიროა და აქ სახელმწიფო ოღონდ არ შეიძლება რომ იყოს თავარი, სახელმწიფო მორალს პირდაპირ არ უნდა კითხულობდეს. საზოგადოება, ოჯახი და იმ ხალხის მორწმუნეა ეკლესია, რომ ეს არჩევანი ცუდი არჩევანია. რომ დავადება დაგემართება მძიმე. ხო, ოღონდ შენ გააკეთე არჩევანი. კი. ოღონდ დავადება დაგემართება ძალიან მძიმე. ოღონდ ის კი არა რომ უდაოდ დავადება დაგემართება, ოღონდ ეს დავადება რომ დაგემართა შენმა არჩევანმა განაპირობა. ამ არჩევანის როგორც ცუდი და სამარცხვინო არჩევანის შეფასება არის სრულად ლეგიტიმური. საზოგადოება, სადაც ნორმალიზება მოხდება მაგ არჩევანის, რომ ეს არაუშავს.
მე ვიცი რომ შენ მაგას არ გულისხმობდი და ამიტომ აუცილებლად ჩავთვალე რომ ავტორის ნაწილმა არასდროს არ გაგვიგოს კიდე მინდა ერთი არანაირი დრო აღარ გვაქვს სამწუხაროდ ხო არა ორგანიზებიან ყველა მხრიდან ორგანიზებულ დანაშაულზე მე ცალკე მოგვიწევს კი ბატონო მე მგონი ძალიან ხო ერთი რისაც ჩაუთოთ რომ ამას ცალკე უნდა ვილაპარაკოთ პრინციპში პრევენციულ მექანიზმებს ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ხედვის ნაწილი ეს არის მათ შორის საშუალო სკოლებში საშუალო განათლებაში ზოგადად პრევენციული პროგრამების დანერგვა იმისთვის რომ გიგამისაუბრა რომ ეს პროგრამები მშობელს გარემოს ვერ ჩაანაცვლებს მაგრამ ჩვენ ძალიან სწრაფად ცვალებად დროში ვცხოვრობთ ჩვენ მშობლების თაობა არც იცის რეალურად რა ნივთიერებები მოძრაობს რა რისკები ამასთან დაკავშირებული რა იწვევს დამოკიდებულების რისკს ამიტომ აქ განათლების კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ მომავალში და თქვენ ეს საპრეზიდენციო ინტერვიუში სახსენეთ პრევენციას მოგწევს მრავალწლიან პერსპექტივაში ეხლა გვიწევს რომ დავასრულოთ ეს დისკუსია პრინციპში 1 საათს გადავაცილეთ ძალიან საინტერესო იყო ჩემი აზრით მრავალ დეტალზე ვისაუბრეთ ამ პროგრამასთან დაკავშირებით მსმენელებს ვეთქვი დამავიწყდა სამწუხაროდ იმიტომ რომ პირველი პოდკასტია რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი დაგვიკომენტარეთ აუცილებლად რამე კითხვა თუ გვექნებათ აუცილებლად მოგწერეთ შეგიძლიათ გვიპოვოთ Facebook-ზეც YouTube-ზეც და მადლობას გიხდით ყველას ვინც უყურებდით პრინციპში შეგვიძლია დავასრულოთ. ჩვენც მადლობას ვუხდით და მადლობა შენ და მადლობა ზურას პირველ რიგში. მადლობა. მადლობა.